ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცელებს. ინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე კონგრესმენ ჯო ვილსონს შეხვდნენ. ლიდერების განცხადებით შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეგობარი აქტის მიღების საკითხს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკური პატიმრების საკითხს და საქართველო-ამერიკის ორმხრივ პარტნიორობას. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ტყუილია თითქოს მეგობარი აქტი შეერთებულ შტატებში აღარ არის აქტუალური. მისივე თქმით, სენატში აქტიურად მიმდინარეობს განხილვები, რომ მეგობარი აქტი მიებას თავდაცვის აქტს, რასაც დიდი შანსია მოყვეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება. შეგახსენებთ, რომ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში 11 სექტემბერს განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ მეგობარ აქტს. მორიგი ტყუილი, რომელსაც რუსკოცური რეჟიმი დღეს ავრცელებს, არის ის, რომ მეგობარი აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აღარ არის აქტუალური, იმის აღარ დგას დღის წესრიგში. ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს, აქტიურად მიდის განხილვები მათ შორის სენატში, იმისთვის რომ მეგობარი აქტი მიებას თავდაცვის აქტს, რომელსაც 63 წელია იღებს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო და რა თქმა უნდა წელსაც მიიღებს და ძალიან დიდი შანსია რომ ეს მოხდეს მეგობარი აქტთან ერთად, რაც იქნება წინაპირობა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების, იმ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც პრაქტიკულად დასინოდა პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც დაასამარა ტრამპის სასტუმროს პროექტი საქართველოში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორუფციაში ადანაშაულებდა, როდესაც ამბობდა, რომ მას ფული გადაუხადეს. ჯერ ალბათ თინა ბოკუჩავამ გაიხსენოს თავისი პოსტები, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ აქვს სალანძღავი დაწერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ იბრძანდება და შემდეგ ისევ და ისევ თავის PR მენეჯერების დავალებით რომ წაშალა და ეხლა რომ გამოჩნდა დიდი ამერიკელი და ტრამპის გულშემატკივარი. და ეს ჩვეულებრივი აგენტია, ეს ჩვეულებრივი ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანია, რომელიც ეხლა ჩადის სხვა ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანთან, ჯო ვილსონთან, კორუმპირებულ პირთან, რომელსაც უნდა ჩააბაროს ერთი მხრივ ანგარიში და მეორე მხრივ ისევ და ისევ შეეცადოს, რომ ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად რაღაც თითთან გამოწვეული აქტები დააინიციროს და კიდევ ერთხელ ესეთი ყველაზე დიდი აფიორა ერთ-ერთი, როგორც ეგრეთ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო წარმოებული ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ზუსტად ის ეგრეთ წოდებული მეგობრული და რეალურად ყველაზე მტრული აქტი ჩვენს მიმართ. არავითარი შინაარსი ამ აქტს არ აქვს.